დღეს გავაკეთებთ ორიგინალურ ყელსაბამებს ჩემი მეთოდით. ამისთვის დაგჭირდება სპეციალური თიხა, რომელიც სამწუხაროდ აქ არ იყიდება, უნდა გამოიწეროთ, ან საზღვარგარეთ იყიდოთ. დაგჭირდება აკრილის საღებავი, დაგჭირდება სპეციალური რაღაც წვრილი ხელსაწყოები, რითაც სხვადასხვა დეტალებს გავაკეთებთ. და დაგჭირდება, ესე იგი, ესეთი ტყავის თოკი. ვიღებთ თიხას და ვიწყებთ გაფრთხილებას. გავაფრთხილებთ, შემდეგ დანითან რაიმე ბასრის საგნით გამოვჭრით სასრულ ფორმას. ახლა ვამატებთ თმის შრეს. დამატებით სისქისთვის უფრო ლამაზია, რაც უფრო რელიეფური იქნება ჩვენი ეს გოგონა. დავამაგრებთ სახეს. ძალიან მარტივი და ძალიან ესეთი სასიამოვნო სამუშაო და პროცესია. სახეც დავამაგრეთ, ახლა ვიწყებთ თმის, ესე იგი, ფორმის მიცემას. ახლა დავამაგროთ ხელები. ძალიან პატარა ხელები ექნება, მაგრამ მაინც გამოჩნდება და მაინც ლამაზი იქნება. თითქმის დავამთავრეთ, დაგვრჩა პატარა ფეხები. ეს ერთი ფეხი, ესეც მეორე ფეხი. სადა ის ჩვენი მედალიონის ფორმა. ერთი დეტალი დაგვრჩა, რომ გავუკეთოთ ნახრედი იმისათვის, რომ თოკი გავუყაროთ. ახლა შეგვიძლია წავიდეთ და გამოვწვათ. გამოიწვა ჩვენი მედალიონი, უკვე საკმარისად მყარია. რაც დავიწყოთ მოხატვა. შევარჩევთ ფერებს, აქ გვაქვს სპეციალური საღებავები. პირველ რიგში, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვაკეთებ, რომ პირველ რიგში ვარჩევ, ვიწყებ თმით და ვარჩევ თმის ფერს. მოდით გავაკეთოთ წითური გოგონა. ჯერ ვიწყებთ თმის შეღებვას და შემდეგ გადავალთ უკვე სახეზე და სხვადასხვა დეტალებზე. დავასრულეთ მან, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ სახის მოხატვაზე. დაგვრჩა სულ რამოდენიმე დეტალი, ეს არის კაბა და ხელები. ვიწყებთ თვალების და პირის დახატვას, ამისთვის დაგჭირდება შავი საღებავი. ბოლო დეტალი დარჩა თოკის გაყრა, გავუყრით თოკს. ესეც ჩემი წითური გოგონა.